სახელითა მამისათა, დაძისათა და წმინდისა სულისათა. მოგესალმებით მეგობრებო ყველას, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ღვთის შეწევნით, ღვთის წყალობით, კითხვას, სწავლას, წმინდა ბასილი დიდის გამარტებით, ფსალმუნებს და დღეს ჩვენ წავიკითხავთ 29 ფსალმუნს. და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. აღგამაღლო შენ უფალო, რამე თუ შემივედრე მე და არაი ახარე მტერთა ჩემთა ჩემზედა. განმარტება ბასილი დიდის ასეთია მეგობრებო, რომ დავითი აქ ღმერთს მადლობას წირავს, რადგან ღმერთმა ამაღლა იგი განსასწრებიდან გადაარჩინა მტრებისგან, ხო, რომლებიც მის ზიანს ისურვებდნენ. ეს არის მადლიერების გამოხატვა, ხო, ღვთის მფარველობისა და მტრებზე გამარჯვებისთვის. მუხლი მეორე. უფალო, ღმერთო ჩემო, ღაღად ვყავ შენდამი და განვიკურნო. ბასილი დიდი გამარტავს, რომ აქ დავითი ფსალმუნე, დავით მეფე აღიარებს, რომ მისი განკურნება ფიზიკური თუ სულიერი ღვთისაგან მოდის, როდესაც მან ღაღადით შეევედრა ღმერთს, მიიღო განკურნება, რაც ღვთის წყალობის გამოვლინებაა. მუხლი მესამე. უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიხსენ მე მათგან რომანი მშთავლენან მღვიმესა. ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო, რომ დავითი საუბრობს სიკვდილის სიახლოვეზე. ნახეთ, საიდანაც ღმერთმა გამოიხსნა, ხო, ანუ ჯოჯოხეთი აქ სიმბოლურად გამოხატავს სასოწარკვეთისა და სიკვდილის ზღვარზე ყოფნას. ეს არის ღმერთმა გადაარჩინა ის, ვინც სხვაგვარად განწირული იქნებოდა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ადამიანი არასოდეს არ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში და მეტიც ეს არის ცოდვა სასოწარკვეთილებაში ყოფნა, ანუ ადამიანი ყოველთვის უნდა გონდეს ქრისტეს იმედი, ის ყოველთვის ახლოს არის, ყოველთვის ესეთი გელოდება, როდესაც შენ მიხვალ, თუ ესე იგი მძიმე ცოდვა, ან მომაკვდინებელი ცოდვაა გადამეჩადენილი, ყოველთვის ელოდება უფალი და არ არსებობს, ხაზგასმით არ არსებობს ამ ქვეყნად, ამ პლანეტაზე, ან კიდე როგორ თქვა არ ვიცი, ცოდვა, იმიტომ რომ ბევრი მწერს კომენტარებში, რომ ადამიანს არ მიეტევოს. გარდა, რა თქმა უნდა, სული წმინდის გმობის, ხო, რაც უფალი ძალიან სახარებაში. სული წმინდის გმობა, ესე იგი, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ რა არის, რაც ნიშნავს, მაგრამ მე მაქვს იქ არღზე და შეგიძლიათ შემზადეთ სურვილი სამევრ და მოусმინოთ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ იუდა და პეტრე, ეს არის ნათელი მაგალითი, იუდა მოინანია, მაგრამ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და როგორ აქ და შემდეგ კარგად ვიცით, მაგრამ პეტრე უფრო ესე იგი, უფრო დიდი, ესე თქვა, ცოდვა ჩაიდინა, იუდამ ერთხელ უღალატა, პეტრემ სამჯერ უღალატა და მაგრამ პეტრე მოინანია გულწრფელად, წყარაცხრებლები ტიროდა და მას ჰქონდა სინანული და უფალმა შეუნდო მას, მიუტევა და მეტიც ის გავდა მოციქულთა თავი, ხო? პეტრე და პავლე, ხო? კარგი, ცოტა გადავხვიეთ, მაგრამ ვაგრძელებთ, ჩვენ კითხულობთ ფსალმუნი 29 მეხუთე მუხლი. რამე თუ რისხვა იარს გულის წყრომასა, მისა და ცხოვრება იარს ნებითა მისითა, მწუხსა განისვენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან. ესე იგი, ნახეთ, ასეთი გამარტება მეგობრებო ბასილი დიდის, რომ ღვთის რისხვა მომენტალურია, მაგრამ მისი წყალობა და სიყვარული მარადიულია.
განსასწრებელი, ანუ მწუხრის ხო ეს ტირილი რაღაც ფოთვები, ღელვარება, ყველაფერი ეს დროებითია, ხოლო ღვთისნებით მოდის სიხარული, ხო? ცისქრის სიხარული, რაც გვაძლევს იმედს, რომ გაჭირვებას მოყვება განთავისუფლება. მეექვსე მუხლი. ხოლო მე ვსთქუ განგებულებასა ჩემსა, არა შევიძრა მეუკუნისამდე. ესე იგი დავითი აქ აღიარებს თავისი ყოფილ ამპარტავნებას, ესე იგი, როდესაც თვლიდა, რომ მისი კეთილდღეობა მარადიული იქნებოდა, ეს მიგვანიშნებს მეგობრებო, რომ ადამიანი ხშირად ფიქრობს, თითქოს მისი ძალა თავისგან მოდის, მაგრამ ეს ღვთისგან, ღვთის ნებაზეა დამოკიდებული, ხო? და არაფერი ჩვენით არ მოდის. კარგით, მე-7 მუხლი. უფალო ნებითა შენითა ეც სიკეთესა, ჩემსაძალი, გარე მიაქციე პირი შენი, ჩემგან და მე შევზრწუნდი. აქ ბასილი დიდის გამარტებით მეგობრებო დავითი აცნობიერებს, რომ მისი ძალა და კეთილდღეობა ღვთისნებითა მოცემული, ხო? როდესაც ღმერთი გარეაქცევს თავის პირს, ანუ თითქოს შორდება. ნახეთ, ადამიანი გრძნობს თავის სისუსტეს და შიშს, ხო? და რაც მას ღვთისადმი მინდობისკენ უბიძგებს ამას ყველაფერს. შემდეგი, მე შენდამი უფალო ხმავყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო. ანუ განსასწრელის ჟამს ბასილი დიდის გამარტებით მეგობრებო დავითი ისევ ღმერთს მიმართავს ლოცვით. ანუ ეს შეიძლება ჩვენთვის იყოს, ხო ეს გვასწავლის რომ ნებისმიერი გაჭირვება თუ განსასწრელი თუ რა ვიცი სხვა რამ ღმერთთან ანუ მისვლა და მისი წყალობით თხოვნა ერთადერთი გამოსავალი. და ადამიანები, როდესაც განსასწრელში ვარდებიან, სერიოზული განსასწრელებია, რაღაცა გაჭირვება, მესმის ყველაფერი, მაგრამ მაგ დროს რაღაც სხვა საშუალებებს მიმართავენ, სიგარეტს, ალკოჰოლს და ასე შემდეგ, დავიწყდებათ ღმერთი და იქ ზუსტად უყურებს ღმერთი, როგორ და რა, როგორ მოიქცევი, რას იზამ შენ და რას მოიმოქმედება, ასე თქვა. და საჭიროა ყველაფერს თავი გავანებოთ, არა სხვა საშუალებებს მიმართოთ, არამედ ღმერთს თხოვოთ. ხო, იგი არის ყველაფრის აზრი, ის არის წყარო ცხოვრებისა, სიცოცხლე და ჩვენ ხო მას უნდა მიმართოთ და შევთხოვოთ. და რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ პასუხს. მე-9 მუხლი. რაიმე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთათუ ვიდმე მე განსახსნელსა. მიწამანუ აღგიაროსა შენ ანუ უთხრასა ჭეშმარიტება ის შენი. ნახეთ, როგორ არის მეგობრებო, ანუ დავითი ღმერთს ეკითხება. თუ რა სარგებლობაა მის სიკვდილში, რადგან მკვდარი ვერ ადიდებს ღმერთს ამ ქვეყნად. ეს არის თხოვნა, რომ ღმერთმა შეინარჩუნოს მისი სიცოცხლე, რათა განაგრძოს ღვთის ქება. შემდეგი, ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა. ნუ ღმერთმა მოისმინა დავითის ლოცვა და წყალობა, გამოავლინა ეს ცხადყოფს, რომ ღმერთი ყოველთვის ისმენს გულწრფელ ლოცვას და ხდება, ესე იგი თავისი მორჩილის მხსნელი. შემდეგ მე-11 მოაქციე გლოვაი ჩემი, სიხარულა ჩემ და განხეთქე ძაძაი ჩემი და გარე შემარტყ მე სიხარული. ღმერთმა გარდაქმნა დავითის მწუხარებას სიხარულად, ამოიღო მისი ძაძა, ანუ შემთხვევაში სევდასა და განსასწრელის სამოსელი, ხო? და სიხარულით შემოსა. ეს სიმბოლურად მეგობრებო გამოხატავს ღვთის ძალას, გარდაქმნას, გაჭირვება, განთავისუფლებად, ხო?
და ბოლო მე-12 მუხლი რაითა გიგალობდეს შენ დიდებაი ჩემი და არა შევინანო უფალო ღმერთო ჩემო უკუნისამდე აღიარო შენ ბასილი დიდი გამარტავს რომ დავითი აღიარებს რომ ღვთის მიერ გადარჩენის მიზანია რათა მისმა სულმა ანუ დიდებამ განუწყვეტლივ ადიდოს ღმერთი ის გვასწავლის რომ ჩვენი ცხოვრების მიზანია ღვთის ქება და მადლიერება რაც მარადიულად გრძელდება ჩვენ მოვჩით მეგობრებო 29 ფსალმუნი და ღვთის შეწევნით გავაგრძელებთ შემდეგს ვიც მისმენდით ყველას დიდი მადლობა და უფალმა შეგიწიროთ გაგახაროთ ღმერთმა მადლობა